გაზაფხულის მოსვლასთან ერთად შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცის კედლები ფერადი ნამუშევრებით დამშვენდა. ამჯერად მუზეუმი თანამედროვე ქართველი მხატვრების საგაზაფხულო ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი 12 მხატვრის მიერ განსხვავებული სტილითა და ხედვით შექმნილ ნამუშევრებს იხილავს. პროფესიით ჟურნალისტმა დალი ფრიდონაშვილმა ხატვა 4 წლის წინ დაიწყო. ეს ნიჭი ხელოვანის ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ემოციები ნავსაყუდელს ეძებდა. სწორედ ფუნჯი აღმოჩნდა ის, რაშიც ჟურნალისტმა გრძნობების ექსპრესია შეძლო და ასე დაიწყო შემოქმედებითი ცხოვრება. Ზუსტად მარტის ბოლოს ავიღე პირველად ფუნჯი ხელში, ალბათ მესამე კლასის შემდეგ, როცა სკოლაში გვასწავლიდნენ ხატვას. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში დიდი ემოციები განაპირობებს ხოლმე რაღაცა ასეთ რადიკალურ ცვლილებას შინაგანად, რომელიც მე უკვე ქმედებაში ისახება, რაღაც გარკვეულ ქმედებაში, ჩემ შემთხვევაში ხატვაში, მაგრამ შეიძლება ერთი მხრივ ითქვას, რომ ეს არ იყო ასეთი კატეგორიულად უცებდაწყებული, იმიტომ რომ ტვინში ყოველთვის ხატავდი. მე მქონდა მანამდე ბაღი, რომელიც მე რაღაც მიზეზის გამო აღარ მქონდა და მე სულ იმას ვაბრალებდი, ალბათ იმ ბაღს, იმ ჩემს ყვავილებს, რომელიც შევქმენი იქ საოცარი ბაღი, აგარაგზე, ალბათ ის რო აღარ მაქვს იმისი მონატრებით არის ჩემს ტვინში ამდენი მოზღვავება ამ ლამაზი სამყაროს თქო, მაგრამ მე მივხვდი რომ მაწუხებდა უკვე ეს მაწუხებდა უბრალოდ მიჭირდა დაწყება. და ერთ დღესაც ავდექი ჩემი ქალიშვილის, რომელიც მილანში გაემგზავრა სასწავლებლად, მისი დატოვებული საღებავ მივიქრე, მაინც ფუჭდება და ეხლა რა დაშავდება, რომ ისე რაღაცა ვცადო თქო და მაგრამ აი ხო გამოვიტანე, ჩემს ოთახში შემოვიტანე და 3 თვე ვუყურე. საერთოდ პერფექციონისტი ვარ, ყველაფერი მინდა რომ კარგი იყოს და ძალიან კარგი იყოს და მე ვიცოდი რომ ძალიან კარგი არ გამომივიდოდა და საკუთარი თავის ცხენოდა იმ დაჯღაბნის ალბათ რასაც შევქმნიდი. ხატავს რეალურ პეიზაჟებს, დათოვლილ თბილისს, ფერად ყვავილებს, თბილისის ხედებს, სურს რომ ადამიანებს, რომლებიც სამყაროს სილამაზეს გულგრილად უყურებენ, ახლებური ხედვით დაანახოს გარემოს მრავალფეროვნება. თბილისელები ისე ვართ მონატრებული კარგ თოვლს, რომ ემოციები გამოიწვია ყველაში ალბათ და შემდეგ და აქ რაღაცა ფიგურებიც ვეცადე, რომ ის გამომეხატა, რომ ადამიანებს უხარია. ის ჩემი კონცეფციაც ეს არის, რომ ნახატების საშუალებით გადმოვცე ის სილამაზე სამყაროსი, რასაც ადამიანები უკვე ძალიან გულგრილად ვეკიდებით, იმიტომ რომ ისე აჩქარდა ცხოვრება, რომ აღარც ამის დრო გვაქვს და ხშირ შემთხვევაში აღარც სურვილი, რომ დავინახოთ მაგალითად მზე როგორ ლიცლიცებს რაღაც, თუნდაც ყვავილის ფურცელზე, რაც თუნდაც აი აქ მაქვს. ამ ხათაშორის ამიტომაც ესე დავარქვი ამას, რომ მე ვუმღერ მზეს. თითქოს აი ამ მზის ხივები ამღერდნენ მზეს უმზირის ფურცლებზე და ასეც ამიტომ დავარქვი და სულ ვცდილობ, რომ აი ეს სილამაზე რაღაცით გადმოვიტანო. იგივე ეს ხაზი ახალი დაწყებული მაქვს ჩვენი ლამაზი სამყარო. ყოფილა ესეთი, რომ ვერ მივაღწიე სიტყვაზე იმას და იყო შემთხვევა დავხიეკიდეთ, იმიტომ რომ აი არასწორად მელაპარაკებოდა, არ იწვევდა იმ ემოციებს, რაც მე მინდოდა, როცა ვხატავდი, პორტრეტს ვხატავდი და ცუდი ენერგია წამოვიდა. ანუ სწორად არ წავიყვანე ეთყობა ის და მე შეიძლება ის იყო თავისთავად შთამბეჭდავი, მაგრამ ჩემთვის არ იყო მისაღები. მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს საოცარი შესაძლებლობა მომცა, რომ ჩემი ცხოვრება აი ასეთი საინტერესო ლამაზი და ეს მაჩუქა, რომ ხატვის გარეშე არც ვიცი რა იქნებოდა და თან უფალმა იცის ალბათ, როდის. ხანდახან ამოფხომე, რომ რატო ადრე რამდენი წელი დავკარგე. თუმცა ბოლოს მაინც იმას მივხვდი, რომ უფალმა თვითონ იცის, როდის რა უნდა მოგივლინოს. სწორედ იმ დროს მომივლინა ეს შესაძლებელი, როცა მე ძალიან მჭირდებოდა ეს. თვითნასწავლი ხელოვანის მაიკო ბირკაძის შემოქმედება ექსპრესიულობითა და მკვეთრი ფერებით გამოირჩევა. როგორც ხელოვანი ამბობს, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მისი შემოქმედებითი განწყობაც შეიცვალა, რაც მის ნამუშევრებშიც ამოიკითხება. სხვადასხვა მიმდინარეობის ნამუშევრებია წარმოდგენილი. აი მაგალითად პირველი ეს ჩემი დიდი წითელი, მეტად ექსპრესიული ფრინველი. ალბათ ჩემი ემოციები არის, ძალიან მოჭარბებული ამ ნახატში. მეორე ნამუშევარი მაქვს აი ეს მეტად სევდიანი ცხენი. აი ესეც ჩემი ბროწევლებიანი ჭიტი. ესეც ვფიქრობ, რომ არის კარგი ემოციის მომტანი.
დაგეთვალიერებინებ შემდეგ ნამუშევრებს. ეს ნახატები შევარჩიე ძირითადად იმიტომ, რომ არასოდეს არ მქონდა არც ერთ გამოფენაზე წარმოდგენილი. საერთოდ ჩემი ნამუშევრები გამოირჩევა ესეთი მიმდინარეობა ქვია ფოვიზმი, ორი სხვადასხვა ფერი ერთმანეთის გვერდით. ყოველთვის მაქვს ესეთი მჭახე ფერები. ამ ბოლო დროს ცოტა უფრო ჩამშვიდდა ჩემს ნახატებში ფერები და წინა პერიოდის ნამუშევრები ძირითადად ესეთი ახაფერებით იყო. ხატვის პროცესი თავად კარნახობს თუ რა შტრიხები დაიტანოს სტილოზე. სწორედ ამიტომ წინასწარ არასდროს იცის თუ როგორი იქნება მისი ნამუშევრის დასრულებული სახე. ექსპოზიციაზე თქვენ მხატვარ მაიკო ბირკაძის 10-მდე ტილოს იხილავთ. ხელოვანი შემოქმედებაში დრო განსაკუთრებული ფენომენია. ჩემი ნამუშევრები, როცა ავიწყე მე ხატვა, იქმნებოდა სულ სხვა ფერებში. ძალიან ექსპრესიულში, რაღაც ჩემი ემოციების მეტად მკვეთრ გამოხატულებას გრძნობდი ამ ფერებში. შემდეგ რაღაც დაიწყო ისეთი ეტაპი, როცა ჩემი ფერები, ასე ვთქვათ, უფრო წყნარ ტონალობაში გადავიდა. ამიტომ ვარქვევ ჩემს შემოქმედების დასაწყისს უფრო ექსპრესიულს, ვიდრე დღევანდელს. შალვა ძნელაძის მუზეუმში თანამედროვე ქართველი მხატვრების საგაზაფხულო ჯგუფური გამოფენა 4 აპრილამდე გაგრძელდება.